მოგესალმები ძვირფასო რადიო მსმენელებო, ეთერშია პოდკასტი ნატა ფირცხალავასთან ერთად და დღეს ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო თემებზე. Როგორც ყოველთვის, ყოველ შაბათს გიერთდებით და მაღალი მხედველობის სტანდარტებზე ვსაუბრობთ პროფესიონალებთან ერთად. დღეს ჩვენი სტუმრები არიან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, კლინიკა ახალი მზერას დამფუძნებელი ბატონი მერაბ დვალი და ასევე კლინიკა ახალი მზერას წამყვანი სპეციალისტი მედიცინის დოქტორი ქალბატონი ბელა სირბილაძე. დიდ მადლობას მოგახსენებთ სტუდიაში მობრძანებისთვის, ჩვენთან საუბრისთვის. ჩვენ გვიყურებენ ასევე Facebook-იდან და YouTube არხზეც live-ში. ჩვენ გავდივართ ყოველ შაბათს და ასევე გამეორება არის ჩვენი პოდკასტის ყოველ კვირა დღეს. და მათ ვინც ვერ მოახერხებს დღეს ჩვენს მოსმენას, ექნება შესაძლებლობა კვირას იგივე გაიმეოროს. დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ძირითადად დღეს ჩვენ შევეხებით ისეთ დაავადებას, რომელიც ყველაზე მეტად გვხვდება ახალგაზრდებში და მათი მხედველობისთვის წარმოადგენს ყველაზე დიდ საფრთხეს. ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს კერატოკონუსზე. კერატოკონუსი დიახ, საფრთხე ახალგაზრდების მხედველობისთვის ესეთი ახსნა აქვს ამ დაავადებას და მიუხედავად იმისა, რომ მთელ მსოფლიოში არის საკმაოდ გავრცელებული ეს დაავადება, მისი ცნობადობა და მისი ამოცნობა ჯერჯერობით ყველგან ასე მარტივად არ ხდება და საჭიროებს ძალიან დიდ პროფესიონალიზმს, რომ არ მოხდეს ამ დაავადების სხვა დაავადებასთან დაუშვათ არევა, თუნდაც საწყის სტადიებზე. საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა და იწყება მოზარდ ასაკში. სადღაც 35-40 წლის ასაკამდე ეს დაავადება პროგრესირებს. თუმცა შესაძლებელია მოზარდი ასაკის პერიოდში დიდხანს დარჩეს ეს დაავადება შეუმჩნეველი. ზუსტად ამიტომ უფრო დეტალური ინფორმაციისთვის, რომ მოგაწოდოთ თქვენ, რომ ფლობდეთ ამ ინფორმაციას და იყოთ დაცული და უფრო მეტად დაიცვათ თქვენი მხედველობა, დღეს უფრო განვარცხობთ ამ თემას და აი ბატონ მერაბს მიმართავ კითხვით, რომ უფრო დეტალურად აგვიხსნათ თვითონ რა არის ეს კერატოკონუსი, რასთან გვაქვს შეხება ამ შემთხვევაში. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ნამდვილად საინტერესო თემაა მე მგონი ჩვენი მოსახლეობისთვის, იმიტომ რომ საქართველოს ამაზე უფრო მოგვიანებით გავჩერდებით, უფრო დაწვრილებით, საქართველოს საკმაოდ ენდემიურ კერას წარმოადგენს ამ დაავადებისთვის და ძალიან მით უმეტეს საქართველოს დასავლეთი ნაწილი, ზღვისპირა რეგიონები. და ამაზე ჩვენ კიდევ ვისაუბრებთ რატო და როგორ, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ ამიტომ საქართველოსთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი არც ისე დიდი კლინიკაც კი ყოველ კვირაში რამდენიმე ათეულ ოპერაციას აკეთებს ამ კერატოკონუსის სამკურნალოდ და თითქმის ნახევარზე მეტი ჩვენი პაციენტები, ყოველდღიური პაციენტები არიან კერატოკონუსით დაავადებულები. ახალგაზრდა ასაკის ხალხი. ესე იგი, აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორედ თქვენ ცნობადობას არა მარტო ექიმების, არამედ თვითონ პაციენტებსაც მიმართავთ ახლა ჩვენ, რომ უნდა იცოდნენ, რომ მხედველობის დაქვეითება ახალგაზრდა ასაკში როგორც წესი არის ან ახლო მხედველობის გამო, ან კერატოკონუსის გამო და სხვათა შორის ქალბატონო და ეს ძალიან რთულია ერთმანეთისგან რომ განვაცალკევოთ და დიფერენციალური დიაგნოზი ჩავატაროთ. ჩემს ახალგაზრდობაში ამას ვერ ვაკეთებდით, როგორც წესი, იმიტომ რომ არ იყო სათანადო ხელსაწყოები. აპარატურა მაშინ არ იყო ის რომელიც ხო, ამიტომ იქ იყო იმაზე დამყარებული, რომ გაუკეთებდით სათვალეებს ახალგაზრდა, რომელიც მოვიდოდა ჩივილით, რომ აი ცუდად ხედავ შორს და რა მოხდებოდა მერე. უკეთებდით სათვალეს, გავიდოდა 3-4 თვე, ისევ მობრუნდებოდა იგივე პაციენტი, კითხვე რომ გამომიწევს სათვალე ერთი თვე, კარგად ვიყავი, მაგრამ ერთი თვის მერე ისევ გავუარესდა. კიდე ახალს უწევდი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუმცა ეს შეიძლება მოხდეს ახლო მხედველობის პროგრესირების დროსაც, მაგრამ მთელი რიგი განსხვავებებია ამ ორ დაავადებას შორის და აი სხვათა შორის მე მინდა აქ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ბიძგი კერატოკონუსის დიაგნოსტიკას, აი ამ ხელსაწყოებს, რომელზეც ჩვენ საუბრობთ, ახალი თაობის ხელსაწყოების შექმნა სწორედ ეყრდნობა ლაზერულ კორექციას. იმიტომ რომ როგორც გითხარით, ისინი გვანან ერთმანეთს ახლო მხედველობა და კერატოკონუსი. ამიტომ უმეტეს შემთხვევაში ქირურგებსაც და ექიმებსაც ეგონათ აქტუალური გახდა. დიახ.
ეგონათ რომ ეს იყო ახლომხედველობა უკეთებდნენ ლაზერს, ამ დროს ლაზერული დასხება კერატოკონუსის დროს უკუჩვენება ის კი არა რომ შეიძლება გაგხო და არა ნამდვილად და ამან დააფიქრა მეცნიერები სოფლიოში სათანადოდ ინჟინერების და კომპანიების რომელიც ამ სფეროში მოღვაწეობენ და შექმნეს აპარატი რომელიც იძლევა საშუალებას 90% როგორც მოგეხსენებთ არაფერი არ არის, მაგრამ 95-98% შემთხვევაში მაინც სწორი დიაგნოზი დაისვას. სწორი დიაგნოზი დაისვას, იმიტომ რომ ჩვენ თუ შევხედოთ, არ ვიცი ახლა ამაზე ჩანს თქვენთან. აი, რქოვანა, რა ხდება? ეს არის რქოვანა, გამჭვირვალე ნაწილი თვალის წინა ზედაპირის გამჭვირვალე ნაწილი, რომელიც კერატოკონუსი, კერატო ეს არის ლათინური სიტყვა, ბერძნული სიტყვა და ნიშნავს რქოვანას და კონუსი ეს უკვე მისი ფორმის გამომხატველია. და აი ეს კერატოკონუსის დროს ეს რქოვანა ესე იგი წინ გაიზნიქება წინ და რაც თავარია ამ დროს იგი ვიწეს თხელდება რაც თავარია რქოვანას სისქე თანდათან თხელდება და შეიძლება მწვავე შეტევების კერატოკონუსის მწვავე შეტევის დროს შეიძლება პერფორაციაც კი მოხდეს, ანუ მოხდეს ხრელი გაგლეჯვა აი ამ რქოვანის ამ ნაწილში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ გითხრათ რომ ლაზერით გაკეთებული ოპერაციის დროს შეიძლება ფარულად იყო ეს კერატოკონუსი და ჩვენ სტიმულაცია მივეცით. ამიტომ ძალიან დაკვირვებული უნდა ვიყოთ და დიდი გამოცდილება უნდა გქონდეს კლინიკას, რომელსაც ლაზერულ კორექციას ფლობს, რომ არ შეეშალოს ახლომხედველობა კერატოკონუსში. დიახ, ესე იგი როგორც აღნიშნა ბატონმა მერაბმა, ესე იგი კერატოკონუსი ეს არის პროგრესირებადი, არაანთებადი დაავადება თვალის, რომლის დროსაც რქოვანა თხელდება, სუსტდება, ხდება უფრო კონუსისებრი და შესაბამისად ეს კერატოკონუსიც აქედან გამომდინარე არის ამ დაავადების დასახელება. ქალბატონო ბელა, თქვენ მოგმართავთ კითხვით, მაინტერესებს რა იწვევს ამას, რატო ხდება ისე, რომ უშუალოდ ადამიანი ჩვეულებრივად ცხოვრობდა, არაფერი პრობლემა არ ქონდა და უცებ დაიწყო ამ რქოვანამ წინ გამოზნექვა, გათხელება, დასუსტება და უკვე სერიოზული საფრთხის წინ დგას ადამიანი, რომ დაკარგოს მხედველობა. მოგესალმებით პირველ რიგში, რა თქმა უნდა ძალიან აქტუალური კითხვაა, მაგრამ სამწუხაროდ ამაზე ცალსახა პასუხის გაცემა შეუძლებელია. ზუსტად არავინ არ იცის რა იწვევს კერატოკონუსს. ფაქტია, რომ დღევანდელ დღეს ძალიან მომატებულია ამ დაავადების ძალიან დიდი რიცხვია არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში არსებობს კერატოკონუსის ცენტრები, ეს უკვე იმაზე მიუთითებს, რამდენად აქტუალური გახლავთ ეს პრობლემა. ამას თუ დავამატებთ იმასაც, რომ სოციალურად აქტიურ ადამიანებს აზარალებს, ესე იგი ამ აქტუალობა ამ საკითხისა, რა თქმა უნდა, წარმოსადგენია. მნიშვნელობა აქვს გენეტიკურ განწყობას, ეთნიკურ წარმომავლობას, კლიმატს, ძალიან ბევრ რამეს ძდებენ ბრალს, მაგრამ კერძოდ ზუსტად რის გამო ვითარდება კერატოკონუსი, ეს არავინ არ იცის. მაგრამ არსებობს ფაქტორები, რომლებსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კერატოკონუსის განვითარებისთვის. ეს გახლავთ სიმშრალე, ეს გახლავთ ულტრაისფერის სხივების მოქმედება და მექანიკური გაღიზიანება. ანუ ისეთ ქვეყნებში, სადაც არის ტროპიკული ჰავა, მაღალმთიან რაიონებში, სადაც აქტიური მზეა, ძალიან მაღალი რიცხვია ამ დაავადების ავადობის დონე ძალიან მაღალია. ამასთანავე მნიშვნელობა აქვს მექანიკურ გაღიზიანებას, ანუ ალერგიულ ფონზე და თუნდაც ისედაც თუ არის ჩვევა თვალების რესვის და ეხლანდელ დროში განსაკუთრებით თანამედროვე პერიოდში ძალიან აქტუალურია ეს, რომ მოგეხსენებათ, რომ მოზარდები, ბავშვები ძალიან დიდ დროს არა მარტო მოზარდები და ბავშვები, მაგრამ ეს
ეს მათთვის უფრო მნიშვნელოვანია, უფრო საშიში, ასე ვთქვათ, ძალიან დიდ დროს ატარებენ კომპიუტერთან, ტელეფონთან, ეს იწვევს იმას, რომ ხამხამის მოძრაობები არის ნაკლები, რაკიღა მზერა არის ფიქსირებული რაღაც გარკვეულ წვრილ დეტალებზე და ამის გამო სიმშრალეს გამო ხშირად არის ისე რომ თვალების მოსრესვა უნდათ, მით უმეტეს თუ ალერგიული ფონიც არის ეს კიდევ უფრო აქტუალურია და ეს ყველაფერი ერთმანეთს ემატება. არის იგივე მიზეზებით აი ეს მანკიერი წრე იკვრება ასეთი რომ სიმშრალე ეს ქუთუთოების ქრონიკული ბლეფარიტები ანუ ქუთუთოს კიდეს ანთებები მეიბომის ჯირკვლების დისფუნქციით გამოწვეული ბლეფარიტები როდესაც სეკრეტი რომელიც ცრემლის ცხიმოვან კომპონენტს წარმოადგენს არ გამოიყოფა ნორმალურად და არ ერევა ცრემლს და შესაბამისად ეს ცრემლი არის წყალწყალა და არატენიანებს სათანადოდ და მოკლედ აი ეს სამი კომპონენტი ძალიან თვალისწინებელია სიმშრალე, მექანიკური გაღიზიანება და ულტრაისფერის სხივების ზემოქმედება. ეს რამდენადაც შესაძლებელია, ამას უნდა უფრთხილდნენ, არსებობს წვეთები დამატენიანებელი, რომელიც უნდა იხმარონ, ამაზეც ალბათ მე უფრო დეტალურად ვისაუბრებ. კი, აი ქალბატონო ბელა, თქვენ აღნიშნეთ, ახლა ჩამოთვალეთ მაპროვოცირებელი ფაქტორები, და მე მეცნო აი ზუსტად ბლეფარიტები თუთოების დაავადებები, რაც ჩვენ ვცელი პოდკასტი გქონდა რამოდენიმე კვირის წინ. ბატონო მერაბ, რამდენადაც მაშინ აღნიშნეთ, გვაქვს ჩვენ ამ დაავადებას, აი სიმშრალესთან საბრძველი, ხო, სხვადასხვა აპარატურა, რომელიც ამას შველის, ხო, რამდენადაც მახსოვს IPL-ი იყო ეს. საქმე იმაშია, რომ მრავალი წლის განმავლობაში ამ სიმშრალეს ძალიან არავითარ ყურადღებას არ აქცევდა, ესე ვიტყოდი, არავითარ. მე თანდათან შემოვიდა, რომ წვეთების ჩაწვეთების რომ ჩვენება არის წვეთების ჩაწვეთება, ცრემლის შემცვლელი პრეპარატები და ეს პრეპარატები იძლეოდა მაგრამ ხშირად უნდა ჩაეწვეთათ. ხო, თვალს წყალი უნდა დაალევინონ, ასე ვთქვათ, ხო. 6-ჯერ, 8-ჯერ დღეში უნდა ჩაეწვეთათ. ეხლა ძალიან ბევრი უბრალოდ პაციენტი იძახოდა რომ მე ამის დრო არ მაქვს. ან მეორე სხვები უი დამოვიწყდა სახში ეს წვეთები ჩამედო ჯიბეში და ასე შემდეგ და მოკლედ არ გამოსდიოდათ. არ გამოსდიოდათ და შედეგიც ის იყო რომ უჭირდათ იგივე კომპიუტერთან მუშაობა დღის განმავლობაში ეს მოგეხსენება დღეს ბევრის ძირითადი სამუშაო დაკავშირებულია კომპიუტერთან ან საჭესთან უმრავლესობად საჭესთანაც ყოფნა ეს და აი საღამოს უკვე ბევრს ვთქვი ასეთი მძღოლს პროფესიონალ მძღოლები ამბობენ უკვე ერთი სული მაქვს ლოგინამდე მივიდე რომ დავხუჭო ეს თვალები ისე მაქვს გადაღლილიო ну ეს ყველაფერი გასაგებია სწორედ გამოწვეულია სიმშრალის გამო რაც ქალბატონმა ბელამ აღნიშნა სიმშრალის გამო და მეიბომის ჯირკვლებში არსებული სეკრეტის უკვე მისი პროდუცირების შეუძლებლობა და იმისი გამოსვლა ცრემლში ის ხო როგორც ბარიერი აკავებს ცრემლს თვალის ზედაპირზე სიმშრალისგან იცავს ამით თვალს მაგრამ ამ შემთხვევაში უკვე ეს არ ხდება და ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვექმნა ესეთი კაბინეტის შექმნით ეს კოსმეტოლოგიასთან კავშირში არ არის ეს არის ოფთალმოლოგიური კაბინეტი მხოლოდ ქუთუთოების სამკურნალოდ. ქუთუთოების სამკურნალოდ და აი სადღეისოდ რაც არსებობს ახალი მიდგომები, შესაბამისი დანადგარები და ხელსაწყოები და აპარატურა ის სწორედ აქ ამ კლინიკაში, ამ კაბინეტში ეს სტარდება, რომლის პრინციპიც არის ის რომ ჯერ უნდა ქუთუთოებიდან უნდა როგორმე სპეციალური ისო ხელსაწყოთი ეგრეთ წოდებული ბიმაქსის საშუალებით ხდება მოცილება აი ამ ზედმეტი და რაც ხურავს ზედაპირს ქუთუთოს ზედაპირს რომ ეს მეიბომის ჯირკვლების სეკრეტი გამოვიდეს თვალის ზედაპირზე
და მერე უკვე აი სწორედ გამოიყენება IPL-ის აპარატები ეს პულსური სინათლის რაც საერთოდ კოსმეტოლოგიაში მიღებულია, მაგრამ აქ თავისი რასაკვირველია პარამეტრები აქვს და ნიღაბის საშუალებით ხდება ამის გაკეთება. ანუ შეიძლება ეს ყველაფერი ჩაითვალოს პრევენციისთვის ჩასატარებელ პროცედურებად. პრევენციისთვის არა მარტო უკვე მკურნალობის დროსაც გამოიყენება ისეთი გასაგებია. მაგაშია საქმე, ამიტომ უბრალოდ ისეთ რა ეხლა ჩვენი გამოსვლის მიზანი სწორედ ეს არის. ერთი რაც ქალბატონმა ბელამძანა და ჩვენ ამაზე გავამახვილებთ ყურადღებას, რომ თვალები ახალგაზრდა ასაკში თუ ისრისავ ეს ძალიან საშიში და სახიფათო სიმპტომია ეს ერთი. და მეორე რომ ქუთუთოების ანთება თუ აქვს ადამიანს ეს უკვე ახალგაზრდა იქნება თუ ხანშუს უკვე მნიშვნელობა არ აქვს ესეც არის მიზეზი მშრალი თვალის და აი ამ ჯაჭვში მშრალი თვალი მშრალ თვალს იწვევს მშრალ თვალს იწვევს მეიბომის ჯირკვლების დახშობა მშრალი თვალი თავის მხრივ იწვევს უკვე სურვილს და ჩვევას რომ თვალები დაისრისო თვალებს თუ ისრისო ეს კიდე გამოავლენს უკვე შეს გენეტიკაში არსებულ კერატოკონუსისკენ მიდრეკილებას გასაგებია. ქალბატონ ბელა, ასაკი ვახსენეთ რომ ახალგაზრდების არის უფრო დეტალურად რომ ჩვენ მსმენელს განვუმარტოთ რა ასაკიდან ხდება ძირითადად და რა ასაკამდე არის ეს პროგრესირება? უხშირესად ზრდასრულ ახალგაზრდა ასაკში ვითარდება და პროგრესირებს სხვადასხვა ავტორების მონაცემების მიხედვით 35, 40, 45 წლის ასაკამდე. და მერე ჩერდება? მერე ჩერდება, იმიტომ რომ ახალგაზრდა ადამიანის რქოვანა არის ელასტიური და ამიტომ როგორც ბრძანა ბატონმა მერაბმა ეს დაავადება მდგომარეობს იმაში რომ რქოვანა თხელდება, იცვლის ფორმას, მოდის წინ წამოწევა ხდება მისი გათხელება, დეფორმაცია და 40-45 წლის ასაკის ადამიანის რქოვანა ისეთი ელასტიური აღარა, ალბათ სწორედ ამაშია ეს მიზეზი რომ ასაკთან ეს პროგრესირება ეს იშვიათი მომენტია როცა ასაკის მომატება კარგია. მაგრამ იცით არის თანდაყოლილი შემთხვევებიც კერატოკონუსის. თანდაყოლილი კერატოკონუსის შემთხვევაში შედარებით იშვიათია პროგრესირება. ნუ გამორიცხული არ არის, მაგრამ ძირითადად არ პროგრესირებს ხოლმე, რა თქმა უნდა, თუ არ იქნა ისეთი ხელშემწყობი ფაქტორები, რაზეც ახლახანს ვისაუბრეთ. თუმცა ასეთსაც ყოველთვის უნდა მიხედვა მონიტორინგი, აუცილებლად დროზე აღმოჩენა ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენს კლინიკაში ახსენა ბატონმა მე ძალიან ბევრია კერატოკონუსიანი პაციენტის და საერთოდ საქართველოში ძალიან ბევრია სამწუხაროდ ამას მიაწერენ ეთნიკურ წარმომავლობას, აქტიურ მზეს, ძალიან ბევრ ეკოლოგიას და ასე შემდეგ, ნამდვილი მიზეზი არავინ არ იცის ამის, მაგრამ ამდენი პაციენტის ფონზე 45 წლამდე მოპროგრესირე კერატოკონუსი მხოლოდ 2 ჯერ ვნახე, პირადად მე და ძალიან გაჩერებულა ეგეთი. არა, მე რა თქმა უნდა გაჩერებულა, საკვირველია რომ 40-ის მერე კიდე პროგრესირებ 45-მდე მე მოგახსენეთ რომ სხვადასხვა მონაცემების მიხედვით ზოგი მკვლევარი თვლის რომ 35 წლამდე, 40 წლამდე, 45-იც კი აქვთ მოხსენებული და აი 45-მდე მოპროგრესირე კონუსი 2 ვნახე მხოლოდ ძმები იყვნენ და ორივეს გავუკეთეთ ჩარევა კი იყო აი ასეთი ასაკთან მიმართებაში რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ამაზეც ალბათ ვისაუბრებ დროული აღმოჩენა ეს გადამწყვეტია შედეგისათვის გავრცელებასთან დაკავშირებით ქალბატონ ბელა თქვენ ახსენეთ რომ საქართველოში საკმაოდ ხშირად გვხდება თუმცა ამის თაობაზე სარწმუნო სტატისტიკური მონაცემები როგორც ესეთი არ არსებობს კიდე რომელ ქვეყნებში არის აი დაუშვათ და აი ეს გავრცელებული ცხელ ქვეყნებში სადაც არის მაღალი ტემპერატურა, მაღალი ტენიანობა, ჩრდილოეთის ქვეყნებში შედარებით ნაკლებია. და საერთოდ ახლა ყოველთვის ამას ამბობენ ხოლმე ხა კონფერენციებზე ხშირად და ეს უკვე ისეთი გახდა, უკვე აღარც უნდა ითქვას ალბათ. ძალიან რამ გამოიწვია ასეთი მომატებაო ეკოლოგიამ და ასე შემდეგ. თუ იმან რომ სათანადო დიაგნოსტიკის საშუალებები არსებობს უკვე. ალბათ ამასაც აქვს თავისი წილი. შეიძლება ადრეც
იყო ეს რაოდენობები, არა, ეს რაოდენობები არ იქნებოდა ალბათ, მაგრამ ადრე ბევრი შემთხვევა რჩებოდა დიაგნოსტირების გარეშე. ხა ჩვენთან აი ბატონი მერაბი დამეთანხმება, მობრძანდებიან ხოლმე პაციენტები კატარაქტის გასაკეთებლად, ხანდაზმული ადამიანები 70 წელს გადაცილებული და კიდევ უფრო მეტი და პირველად გებულობენ რომ აქვთ კერატოკონუსი, კატარაქტაც აქვთ ცხადია, მაგრამ კერატოკონუსიც ჰქონდათ მთელი ცხოვრება ალბათ. რა თქმა უნდა, შენ გაგახმხედველობა, ხო? შეიძლება არც მაგას ეუბნებოდე, უბრალოდ იცოდე რომ ცუდად ხედავდა, ცუდად ხედავ შორს. აი ამას უნდა გაუსვათ ალბათ ჩვენი მსმენელებისთვის ხაზი, რომ ესე იგი ახალგაზრდა ასაკში თუ პაციენტმა, მომავალმა პაციენტმა და დღეს ჯერ კიდევ ჩვეულებრივ მოქალაქემ, ახალგაზრდა მოქალაქემ შეიგრძნო მხედველობა უარესდება შორ მანძილზე. და სწრაფად ხდება ეს გაუარესება? არ არის მნიშვნელოვანი სწრაფად ხდება თუ არა. ამას არ აქვს. აი დავშოთ ხშირად უწევს სათვალის გამოცვლა. ხშირად უწევს ახლა 2 წელიწადში, ყოველ წელიწადში თუ იცვლის სათვალის უკვე მაინც ხშირია თავისთავად, ხო? კი, ხშირად ითვლება. იმიტომ რომ ეს შეიძლება ორი მიზეზით მოხდეს თქვა ეს გაუარესება. ერთი არის რომ თვალი გაიზრდება სიგრძეში, იზრდება სიგრძეში. ეგ ერთხელ მიოპიის პროგრესირება. ახლო მხედველობის დროს თვალი იზრდება სიგრძეში. ეს ერთი ახლო მხედველ რომლის შეჩერებაც ხდება 18, 19, 20 წლის ასაკში უკვე ყოველგვარი ჩარევის გარეშე და მერე უნდა იფიქროს ლაზერის საჭიროებაზე ამ პაციენტმა და მისმა მშობლებმა და მეორე კიდე ეს არის როდესაც რქოვანის გამოზნექა. რქოვანის გამოზნექა ეს არის კერატოკონუსი. აქ ლაზერი არ შეიძლება ერთი და მეორეც კურნალობა უნდა ჩატარდეს, ნუ აღარ დაველოდებით 18, 19, 20 წელს. უნდა ჩატარდეს როცა კი გამოვალეთ. ესე იგი, როგორც კი ახალგაზრდას შეაწუხებს ის ფაქტორი, რომ შორ მანძილზე ცუდად ხედავს, აი ამ ორი მიმართულებით უნდა იყოს მიმართული მისი კვლევები. გასაგებია. მაინტერესებს უბრალოდ ჩვენ რამოდენიმე სხვადასხვა დაავადებაზე როცა ვისაუბრეთ, ქონდა დაუშვათ გაყოფილი, რომ უფრო ხშირად ქალბატონებს ემართებათ. ამ შემთხვევაში ხო არ არის რამე დაკვირვების მიხედვით, რომ ან ქალბატონებში უფრო ხშირად გვხვდება, ან მამაკაცებში ეს დაავადება? როგორც მე არ ვიცი რომ რაღაც ლიტერატურაში წავიკითხე რომ მამაკაცებში თითქოს უფრო ხშირია. არა, მე მგონი ბოლო დროის ლიტერატურაში არ წამიკითხავს. მე მგონი თანაბრად. ჩვენი დაკვირვებით მე მგონი თანაბარი უნდა. ინტერნეტში დავუშვათ წავიკითხე რომ 2000 ადამიანში ემართება. არა, ეს სქესი არის. უფრო დაკვირვებულია თავის ჯანმრთელობის ის გამოავლეს თვითონ. მაგრამ ნუ გოგონები, ახალგაზრდა გოგონები რასაკვირველია, უფრო ყურადღებას აქცევენ, რომ სათვალეები არ გაიკეთონ. ეს ხოდაშორის აქვე ალბათ ჩავრთვათ, რომ კონტაქტურ ლიზებსაც ხმარობდნენ როგორც ახლო მხედველობის სამკურნალო და ამ დროს აღმოჩნდა, რომ მას აქვს კერატოკონუსი. და ეს კერატოკონუსის დროს რადგანაც ასტიგმატიზმი აუცილებელი კომპონენტია, ამიტომ ეს ჩვეულებრივი კონტაქტური ლიზები სამწუხაროდ ვერ აუმჯობესებს ისე მხედველობას, როგორც საჭიროა. ნუ ეს უკვე მეორე თემაა, იქით ჩვენ ვისაუბრებთ. ესე იგი, რომ მოკლედ ვთქვათ, ესე იგი, თუ პაციენტს უჭის მხედველობა და ხშირად უწევს კონტაქტური ლინზის ან სათვალის გამოცვლა, სინათლეზე აქვს ცუდი შეგრძნება, ან დაუშვათ მკვეთრი სინათლის ფონზე აქვს შარავანდედის აი ეს რაღაცა ანარეკლის კი და სულ აქვს აი ეს სიმშრალის შეგრძნება, თვალის მოსრესვის სურვილი, ეს უკვე წარმოადგენს იმ წინაპირობას, რომ მიმართოს დიაგნოსტირებისთვის ექიმს, ხო? ანუ ეს არის ის მომენტი, როცა მოვიდეს ექიმის როლი მეტია, როდესაც აქ პაციენტი უნდა იყოს ყურადღებით, რომ მიმართოს ექიმს და აი ეს პირველი რგოლი, ვისთანაც მიბრძანდებიან პოლიკლინიკაში, უნდა იყოს ძალიან, სადაც არ არის ისეთი ხელსაწყობი, რაც გადამწყვეტია კერატოკონუსის დიაგნოსტირებისთვის. და შეიძლება შეეშალოთ ხო ან ასტიგმატიზმში. ყოველ შემთხვევაში ეჭვის მიტანა შეუძლია და სათანადო გამოკვლევაზე გაგზავნა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არის კერატოკონუსის ისეთი ადრეულ სტადიაზე ისეთი ფორმები, რომელთა დიაგნოსტირება ტოპოგრაფიის გარეშე, ანუ აი სპეციფიური გამოკვლევის გარეშე. ეს რაც კლინიკა ახალ მზერას აქვს ეს აპარატურა და შესაბამისად შეუძლია შესთავაზოს. რაც მე მგონი ამერიკაში იმიტომ რომ საქმე ჩვენ ლაზერი დავიწყეთ. დიახ, ლაზერი ჩვენს როგორც ყველას სოფლიოში
შეცდომით ავიყვანეთ, ეს კერატოკონუსს მივიჩნიეთ ახლომხედველობად. არ იყო ეს აპარატები და შევხედეთ, რომ მივიღეთ არასასურველი შედეგი რამდენიმე შემთხვევაში და ამიტომ დავიწყეთ მე მოძიება და უკვე მაშინ ეს ძალიან ბევრი წლის წინ ხდებოდა, ხო, როდესაც იწყებდით. ზუსტად 2000 წელს, არა? 2000-ზე შეიძლება 1999 წელს რო ვიყიდეთ, უკვე ნახევარწელიწადში გამოჩნდა, რომ ჩვენ ძალიან ესე ამაყები ვიყავით იმის რომ შეგვიძლია ყველა ტიპის სათვალის მოხსნა, თლათესი არ ყოფილა. ანუ რანდომიზაცია აქაც ყოფილა საჭირო. ჩვენ გავიარეთ ეს გზა, მაგრამ ჩვენამდე ეს გზა მაშინ მათაც ეგონათ, ვინც დაიწყო ამის, რომ ყველაფერი შეუძლიათ, მე აღმოჩნდა, რომ და მე დადგა უცებობა ამ ტოპოგრაფიის აპარატის ქონა. ტოპოგრაფიის აპარატისა და ტოპოგრაფიის იქ ორი ტიპის უნდა იყოს, აუცილებელია ქოვანას შიდა ზედაპირს ზომავდეს. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ გარედან სადაც პირველად გამოვლინდება. თქვენი ხრის ვიყავი, მაშინაც კი ვზომავდით, მაგრამ ვერ ხვდებოდით. დაადრევ სტადионი და ესე იგი კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვავ ჩვენი მსმენელებისთვის, რომ აუცილებლად თვითონ მშობლებმა ექიმმა, ეგრეთ წოდებული პოლიკლინიკის ექიმმა მიაქციონ ყურადღება, ხომ არ აქვს პაციენტს სურვილი თვალების სრესვის, ჩვევა უფრო სწორედ, სურვილი და ჩვევა. აი ეს ჩვევა თუ აქვს, უკვე ყურადსაღებია, ესე იგი პირველი ჩივილი, მოდით არავითარი აპარატურა არ გვინდა. ჩივილი პირველი, ეს არის მხედველობის გაუარესება შორ მანძილზე, მეორე ახალგაზრდა ასაკი, 40 წლამდე მაინც, ყოველ შემთხვევაში 30-მდე მაინც აუცილებლად და მესამე თვალების სრესვა. სხვადასხვა ეს თვალების სრესვის სიმპტომის აღმოჩენა მოხდა სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ. და გამახსენდა მე ჩემს ახალგაზრდობაში ერთი მეგობარი მყავდა ისრაელიდან, რომელიც ძალიან ესე გამეტებით ისრისავდა ხოლმე თვალებს სულ ახალგაზრდობის და მე სულ არ დამიკავშირები ამას და მე ეს ბიჭი მოვიდა მხედველობა გაუარესებული ქონდა ყველაფერი და გავუკეთეთ რქოვანის გადანერგვა. მაშინ ეს ერთადერთი მეთოდი იყო სამკურნალო და ეხლა რო გავიგე რომ ეს უკვე ერთმანეთთან კავშირში ეხლა გავიხსენე ის მაშინ ახალგაზრდა იყო, ეხლა ჩემზე უფროსი იყო. ანუ პირველი რგოლის ექიმებისთვის ვინც დაუშვათ თუნდაც პოლიკლინიკაში სადაც შესაბამისი აპარატურული მკურნალობის ხო არ არის შესაძლებლობა. ჩვენი ექსპერტები აძლევენ ამ რეკომენდაციას, რომ მოხდეს კარგად სრული ანამნეზის აკრეფა იმისთვის, რომ შემდეგ სწორედ მოხდეს პაციენტის გადამისამართება უკვე კონკრეტულად იმ კვლევაზე, რომელიც უკვე დადასტურებულ პასუხს გასცემს. ექიმებისთვის ერთი, იციან ალბათ, მაგრამ უბრალოდ როცა ასტიგმატიზმი იცვლება, რა თქმა უნდა, ცალსახად. ეს ექიმებისთვის ახლა ამას პაციენტი რა თქმა უნდა ვერ გასაგებია. არა, პაციენტმა რო ყური მოკრას, უი გაგეზარდა შენ ასტიგმატიზმი, უკვე იცოდეს რომ აქ სულ საქმე. ესე შეიძლება. ხო, უკვე თვითონ შევა პაციენტმაც ჩვენი საუბრის შემდეგ დარჩეს ეს მეცნიერებაში. ეს არ უნდა იცოდეს. ეს არ იცლება. გასაგებია. და მოდით ახლა უკვე დავუშვათ აღმოჩნდა ეს, დადგინდა ეს დაავადება და გადავიდეთ მკურნალობის მეთოდებზე. რას თავაზობს ახალი მზერა დღეს უახლესი მეთოდებით უკვე დადგენილი დაავადების მქონე, კერატოკონუსის მქონე პაციენტებს და რა მეთოდებია და რამდენადაც ვიცი განსხვავდება ერთმანეთისგან ეს მეთოდები. ბატონო, მე რა ფიქრობ თქვენ მიგპასუხოთ ამ კითხვაზე? გავაკეთო ბელან თქვა რომ 40 წლამდე როგორც წესი იმდინარეობს პროგრესია. და შემდეგ 40 წლის შემდეგ ესე იგი ეს თავისით ჩერდება. ესე იგი რატო? იმიტომ რომ რქოვანა გარსი ხდება უფრო მკვრივი და მისი წინ გამოზნექა უკვე თვალში გაწნევას აღარ შეუძლია ისე როგორც ახალგაზრდა ასაკის თვალში, სადაც ის ელასტიურია. ამიტომ მკურნალობა ზუსტად აი ამაში დევს, აი ვიღაცა არა ცნობილია ვინც სასაკურველია, მაგრამ 15 წელი გავიდა ალბათ, ხო? კი, მე 20 წლის წინ ვიღაცას მოუვიდრა აზრად და ძალიან გონიერ კაცს ეთყობა, რომ მოდი ხელოვნურად დავაბეროთ რქოვანა. ამ ახალგაზრდა პაციენტში ყველაფერი რა კი ხანდაზმულებში არ პროგრესია. ხო, ყველაფერი კონდეს ამ ახალგაზრდას დარჩეს ახალგაზრდური, მხოლოდ რქოვანა გარსი გავაკეთოთ ხანში შესulis. და აი ამ პრინციპზე დაიწყეს კვლევები და მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ არის საშუალება რიბოფლავინი, ეს არის ვიტამინი B2
და ამ ვიტამინის გამოყენებით, როდესაც ის გაიჟღინთება რქოვანა მის ჩაწვეთებით, შემდეგ ხდება დასხივება და აი ეს კავშირები მოლეკულებს შორის ხდება უფრო მკვრივი. ხშირდება. ხო, ხშირდება და აი მკვრივი ხდება და რქოვანა ვეღარ გამოიზრიქება. ესე იგი აი ესეთი ეს არის ერთ-ერთი მეთოდი. რა ქვია მეთოდს? ამას ესე იგი ყველასთვის მიღებულია cross-linking. ქოვანის ხელოვნური დაბერება მარტივად გასაგებად რო ვთქვათ. სხივები, ხო. სხივების ხა პაციენტები დასხივებას უძახით, ხო. დასხივება გავაკეთეთ, მაგრამ აქ საინტერესო ის ფაქტორია, რომ რომელსაც უნდა მივახსენოთ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ აჩერებს პროგრესირებას. ეს მხედველობის დაქვეითებას არ აუმჯობესებს. მხედველობის სიმახვილეებს არ აუმჯობესებს. ამიტომ მე მოუწოდებ ჩვენს მსმენელებს, თუ ესეთი შემთხვევებთან ეკნებათ ადგილი, იცოდნენ, რომ რაც შეიძლება ადრე უნდა გაიკეთონ ეს პროცედურა, იმიტომ რომ არ გაუარესდეს გაუარესებული მხედველობის გაუმჯობესება აღდგენა ამ მეთოდით აღარ ხდება. ეს მხოლოდ და მხოლოდ ეს არის ესე იგი პირველ ეტაპზე ჩასატარებელი პროცედურა. ხო, აი უკვე როცა ვლინდება და არის ეჭვი, ძალიან კაი იქნება, მაგრამ არის ხო. ბევრი ნიუანსი ინდივიდუალური მიდგომის. რა თქმა უნდა, თავიდანვე თუ გაკეთდა, ის დაფიქსირდება ისე და აღარ გაუუარესდება პაციენტს ხედველობა, მაგრამ არის ახლა მეორე მეთოდზე ბრძანეთ ბატონ მერევდო მე. ხო, შემდგომი მეთოდი არის. მეორე მეთოდი არის ეს შეიძლება შორსასრულ შემთხვევაშიც გაკეთდეს დასხივება, მაგრამ იმიტომ რომ ის მეორე მეთოდი ვეღარ გამოიყენება. აი მეორე მეთოდი საუბრობ ჩვენ ეგრეთ წოდებული კალებს უძახით ხოლმე. ისე დავიჭიროთ, ხო, კარგად გამოჩნდა. კალებს უძახით ხოლმე, აი კალების ჩასმა რქოვანა გარსის სისქეში. დასაკეთებს ის როგორც აი ეს მიყვარს ხოლმე პაციენტს რომ უხსნე ისეთი კარგად გებულობენ რომ დოლი რო ავიღოთ და დოლზე გადავაკრათ ზევიდან ის ტყავი რომელსაც აკრავენ. აი თუ კარგად იქნება ის გადაკრული, ის იქნება სულ ყოველთვის ჰორიზონტალური წინ წასვლის საშუალება არ ექნება. ზუსტად ესე არის ამ რკალების ჩასმით, ორი რკალის ჩასმით ან ერთი რკალის ჩასმით მაგრდება რქო. ხო, კრივდება რქოვანა სანამ ეს რკალი რქოვანა თვითონ მექანიკურად უჭირავს დაჭიმულ მდგომარეობას და ამიტომ მისი წინ გამოზნექა უკვე აღარ ხდება. აი ეს არის მნიშვნელოვანი. ამიტომ ეს რკალები კარგია რითი. აი ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პიონერები სხვადასხვა ქალბატონ ბედასთან და ქალბატონ ნანასთან ერთად, როცა დავადგინოთ, რომ ეს არა მარტო აუმჯობესებს ხედველობას, არამედ აჩერებს კიდეც პროცესს, ისევე როგორც ის cross-linking და რაც თავარია, აუმჯობესებს რქოვანის ანატომიასაც. აი ეს ზამიშელოვანი სისქეს ხო რქოვანა რომ გათხელდა ამ დაავადების შემდეგ აი ამ რკალების ჩასმის შემდეგ აღმოაჩინეთ სრულიად შემთხვევით და მე როგორ დავაკვირდით და ვიზარ მიმართულა და ნახე რომ მართლაც ესე ყოფილა რომ ნახევარი წლის შემდეგ დაახლოებით იწყებს ეს რქოვანა სისქეში მომატებას რაც აბსოლუტურად არ იყო არსად ნათქვამი არსად ამაზე არაფერი არ გვხსმენია და გამოვედით ამ მოხსენებებით პირველად ეს იყო 2003 თუ 4 წელი იყო არა 5 იქნებოდა უკვე ну ყოველ შემთხვევაში 3-დან დავიწყო სადღაც 5-ში თუ 6-ში იყო ეს ქირურგიულად ხდება ხო ამ რკალების იმპლანტირება დიახ ეს არის მიკროქირურგიულად ძალიან მცირე ქირურგიული ჩარევა უთქიმნეულო უსისხლო სწრაფი უნარკოზო ეგეც უნდა განეშინიათ ნარკოზის ხოლო წვეთებით ხდება ადგილობრივი ანესთეზია დიახ ანესთეზია ხდება ადგილობრივი ხო და ეს რო გამოვედით ამ მოხსენებით იქაც რასაკვირველია უმეტესობა ჩვენი ოპონენტების აღმოჩნდა რომ არა ესო შეუძლებელია ესო თქვენ რაღაცა გეშლება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ როგორც საინტერესო რომ ხშირად ხდება მეცნიერებაში გავიდა 2 თუ 3 წელი და კიდე რო გამოვიდეს უკვე სხვაგან ეს დიდი ხანია ცნობილიაო ეს არის მახასიათებელია მეცნიერული კვლევების ჯერ ესე იგი შეუძლებელია და მე ეს უკვე დიდი ხანია ცნობილი მაგრამ ჩვენ ვაყოფილები ვართ იმით რომ მივედით იმ გზაზე დავდექით რომ ეს ვიყენებთ ყველაფერს ძალიან ინდივიდუალურად ვისთვისაც საჭიროა სხვადასხვა
მიზეზები არის ამისთვის, არის აი ეს დასხივება სრულიად საკმარისია მისი ცხოვრების წესის გაუმჯობესებისთვის. ერთი ზოგ შემთხვევაში ეს კალები არის გამოიყენება და ეს კალები აძლევს საშუალებას ძალიან ბევრი სხვათა შორის ახალგაზრდა გვყავს ჩვენ, რომელიც აი ამ კალების საშუალებით დაუბრუნდა თავის პროფესიას. გასაგებია. სამსახურს, სამხედრო სამსახურს, პოლიციაში და ასე შემდეგ. სადაც ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან მახვილი მხედველობა. ერთი მახვილი მხედველობა, მეორე სადაც სათვალეების ტარება უბრალოდ შეუძლებელია და აკრძალულია დიახ პროტოკოლით. ამიტომ ჩვენ ღებულობთ კიდევაც მათგან წერილს, ვინც იყვნენ ჩვენი პაციენტები რამოდენიმე ავღანეთში იყვნენ მაშინ და გვიგზავნიდნენ იქიდან წერილს, რომ კარგად თავარ და მოკითხვის წერილი ეს ყველაზე დიდი რამ არის, რაც შეიძლება ექიმმა მიიღოს მადლობის წერილი საზოგადოებრივ ყოფი სამხედრო პირისგან, ხო? ხო. რო გავამახვილოთ უფრო ყურადღება ამ რკალებზე, ბატონო, მე რა ცნობილი არის, რომ თქვენ გაქვთ თქვენი დაპატენტებული ამ რკალების ფორმულა, ასე ვთქვათ, რომელსაც ქვია დვარი კერაბოვი. ხო, ერთ-ერთი მოდელი ეს ახლა, რო გითხრათ, რომ სრულიად ახალი მიმართულება ესე არ არის, რასაკვირველია ეს არის ის პრინციპი, რაც ცნობილი იყო, რომ რქოვანაში ისმევა ეს რკალები, პლასტმასისგან დამზადებული რკალები, მაგრამ ჩვენ უბრალოდ შევცვალეთ ცოტა მათი ფორმა აქ ჩანს კიდევაც, აი ხრელები გავუკეთეთ, რომ კვება იყოს უკეთესი, შევცვალეთ მის აპგრეიდებული ვარიანტი გამოვიდა. ხო, ესე რომ ვთქვათ, ხო. ხო და ესეც აქაც არის რაშია კიდე მნიშვნელოვანი, რომ აი სხვადასხვა პარამეტრებია და ამიტომ აი ქალბატონი ბელას მეშვეობით ჩვენ მაქსიმუმს ღებულობთ უკვე მკურნალობაში მხრივ რომ ყველასთან არის ინდივიდუალური გათვლა რომ არა მარტო გავაჩეროთ კერატოკონუსის განვითარება არამედ აუცილებელი რომ ხედველობაც აღუდგინოთ და ხედველობა აღუდგინოთ ისე რომ იქნებ მოხერხდეს ყოველგვარი სათვალის გარეშე სიარული და მუშაობა აი ამაში ყველაფერში ძალიან დიდი გამოცდილება უნდა უპირველეს ყოვლისა სწორი მიდგომა და აი ეს სოდნა რომელიც არის არ და შედეგიც არ აყოვნებს შესაბამისად აი ბატონ მერაბი გულისხმობდა რომ რკალები არის სხვადასხვა დიამეტრის სხვადასხვა ზომის სხვადასხვა სისქის და ინდივიდუალურად ხდება შერჩევა ფეხსაცმელივით არის თუ არ ჩაიცვის ფეხსაცმელი რომელიც კომფორტულად გაქვს ხო მაშინ დაწყევლის ცხოვრებას და მესამე მეთოდზეც გავამახვილოთ მკურნალობის ყურადღება, რომელიც არის უკვე ყველაზე რთული ქირურგიული ჩარევა, ასე ვთქვათ. ეგ უკვე არის რქოვანის გადანერგვა. დიახ, რქოვანის გადანერგვა ეს იმ შემთხვევაში, როდესაც აღარ შველის, უკვე დაგვიანებულია უпроსტოდ ვიტყოდი, აი დასხივების გაკეთება კროსლინგინგის, მეორე ეს დაგვიანებულია რკალების ჩასმა, იმიტომ რომ რქოვანა უკვე გათხელდა მნიშვნელოვნად 400 მიკრონზე ნაკლებია მისი სისქე და ამიტომ ეს რკალი უკვე შიგნით ესე რომ ვთქვათ აღარ ჩაეტევა ესა და ამიტომ იძულებული ვართ რომ გავუკეთოთ რქოვანის გადანერგვა. რქოვანის გადანერგვა პრობლემებთან იყო დაკავშირებული და დღესაც არის იმ ხრივ რომ ჩვენთან დონაცია არ ხდება. ხო, საქართველოში არ არსებობს რა ჯერ კიდევ პრაქტიკულად კანონითაც ეს იგზალება, ამიტომ იმპორტი შეიძლება და ჩვენ ვღებულობთ საზღვარგარეთიდან ამ რქოვანებს საკმაოდ კარგი ის არის, რა ქვია, ხარისხი და ფასიც მისაღებია, მაგრამ პრობლემა არის ახლა ამ კოვიდის პერიოდში ტრანსპორტირება. რაც ყველაფერი შეფერხდა შესაბამისად. ისეც უნდა იყოს გარკვეული ვადებია. მაქსიმუმი არის 7-8, ну 9 დღე შეიძლება კონსერვაცია მოხდეს ამ რქოვანის. ანუ რეალურად ეს რქოვანა წარმოადგენს დონორის ორგანოს, რომელიც გარდაცვლილი ადამიანისგან ხდება ამის მიღება. საქართველოში ამის შესაძლებლობა რა თქმა უნდა არ არის, გარდაცვლილი დონორის ორგანოს გამოყენება და ხდება ამ საზღვარგარეთიდან, ამ ბანკებიდან, დონორის ბანკებიდან. შემოწმებულია ის ყველაფერზე თუ გინდათ შიდზე, თუ გინდათ სიფილიზი და ასე შემდეგ ყველა სახის ინფექციები შემოწმებულია და უკვე იქ სპეციალური ლაბორატორია, იმიტომაც არის ესეთი მაღალი ფასები რო აქვს. ხო, ანუ რეალურად ოპერაციაც ყველაზე ძვირად ღირებული მგონი ეს ოპერაცია გამოდის. ჩვენს იმიტომ რომ თვითონ ტრანსპლანტანტი ხის ძალიან ძვირი. ნუ იმიტომ რომ ორგანო არის და ორგანო არის იმის იქიდან შესყიდვა მე ტრანსპორტირებაც რაღაც სპეციალური რასაკვირველია სპეციალურ სახინულეში
ესეთი და ეს არის გასათვალისწინება ზუსტად რომ ვადებში უნდა იყოს ჩასმული რომ იყოს პაციენტისთვის ვარგისი. დიახ, აი ზუსტად სამი პაციენტისთვის ქოვანა შეუკვეთეთ და იმ ქოვანა მოიარა ნახევარი, რა ვიცი, ევროპა და აზია და მერე ჩამოვიდა უკვე დაგვიანებით რასაკვირველი ისიმის გამოყენება აღარ შეიძლება და მაგრამ წარმოიდგინეთ რა ქვია ვინც იმ კომპანია ვინც ამერიკიდან ჩვენ ამას გვიგზავნის მათ თვითონ აიღეს თავის თავზე ეს რა ქვია თანხები რომ პაციენტებს აღარ ხარჯად ზედმეტად ხო მოსალოდნელი გართულებები რა არის ამ მკურნალობის შედეგად? აი რა შეიძლება დავუშვათ ყველაზე საშიში გართულება? ჯერ კაბალობები, დაავადებაზე. ჯერ მოდი დაავადებაზე გავამახვილოთ ხო ყურადღება და მე უკვე თვითონ გართულებები კიდევ და კიდევ დიაგნოსტიკას უნდა დაუბრუნდე რომ რაც უფრო ნაკლებია რაც უფრო ადრეულ სტადიაზე მოხდება დიაგნოსტირება, მით ნაკლებია გართულების შესაძლებლობა. რაც უფრო სქელ რქოვანაზე გააკეთებ სათანადო ჩარევას, როგორც უკვე ვთქვით, ინდივიდუალური მიდგომით ჭირდება მას რკალები, თუ ჭირდება დასხივება, თუ ერთიც და მეორეც ეტაპობრივად შეიძლება ჯერ ერთი გაკეთდეს, რაღაცა ხნის მერე მეორე გაკეთდეს. ბავშვთა ასაკში შეიძლება ასეც მოიქცეთ, იმიტომ რომ ბავშვებს ძალიან ელასტიური რქოვანა აქვთ. ძალიან ხშირია, როდესაც ვერ გებულობენ, აი იშვიათად რომ ცალცალი თვალით ისინჯავდნენ მხედველობას, თუ ექიმთან არ მიბრძანდნენ და ზოგჯერ ერთი თვალი, როდესაც ისინი აღმოაჩენენ პაციენტები, რომ ცუდად ხედავენ, ერთი თვალი უკვე არის ძალიან შორსწათული. ორი თვალით ყურებისას ასე როცა არ იფარებს, ხელს ეს ვერც მიხვდა რომ ეს თვალი და მე შემთხვევით აღმოაჩენს. და როგორც ბრძანა ბატონმა მერაბმა, როცა მინიმალური სისქე 400 მიკრონზე ნაკლებია, აქ უკვე რკალი რა თქმა უნდა არ გამოვა და რამდენად ნაკლებია იმის მიხედვით ეჭვს ქვეშ დგება უკვე დასხივების გამოყენებაც შეიძლება ასეთ შორსწასულ და თავმინებებულ შემთხვევებში მოხდეს ისე რომ გაიხრიტოს რქოვანა და ამ დროს არა მწვავე პროცესი ეს შეიძლება არ იყოს მწვავე კერატოკონუსი არის როდესაც შეშუპება ხდება ეს მაგრამ ეს ჩვეულებრივ ქრონიკული მიმდინარეობისას შეიძლება გაიხრიტოს რქოვანა ეს არა ამას არ ქვია მწვავე კერატოკონუსი მაგრამ რა თქმა უნდა მდგომარეობა ამ დროს ურგენტულია და სასწრაფოდ სჭირდება ჩარევა, იმიტომ რომ ამ დროს უკვე დგება თვალის როგორც ორგანოს გადარჩენის საკითხი, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ახლა გარემო არ არის სტერილური არც კონიუნქტივალური პარკი და არაფერი, აქ უკვე ღია კარიბჭეა მიკრობებისათვის და ყველაფრისთვის და უნდა სასწრაფოდ გაკეთდეს ჩვენთან იგივე მიზეზების გამო რასაც ახლა ვისაუბრეთ, სასწრაფო გადანერგვა ვერ გაკეთდება, უნდა გაკეთდეს გადაფარვა მინიმუმ ლორწოვანით, რომ ნარჩუნდეს თვალი და მერე უკვე ეს უკვე ხარჯები, უფრო გართულებული ოპერაცია და ასე შემდეგ. ეს ძალიან დიდი გართულება. გართულება შეიძლება ჩაითვალოს ისიც, როცა შორსწასული შემთხვევა უკვე ეს კოლაგენური ბოჭკოები რქოვანას რომელთაც თავისი სპეციფიური აგებულების გამო არიან გამჭვირვალე, თავის თვისებებს კარგავენ, ეს იწყება მათი შემღვრევა, უკვე აღარ არის გამჭვირვალე, ზედაპირული შრე იწყებს ჩამოვწკნას, ეს იწვევს ძალიან მნიშვნელოვან ტკივილს, ასე ხშირად ემართებათ პაციენტებს, რომლებიც ხმარობენ ასეთი ძველი დიზაინის მყარ-კონტაქტურ სპეციალურ ლინზებს წლობით და ათეულ წლობით ხმარობენ ამას და მერე დგება მომენტი, როცა ის რქოვანა შემღვრეულია, ის ზედაპირი იბწქნება და იძულებული ხარ უკვე რომ გააკეთო გადანერგვა. დროული ჩარევის შემთხვევაში ძალიან დიდი შანსია, რომ გადანერგვა თავიდან აიცილოს ადამიანმა. აი ამ მეთოდების გამოყენებით, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, თუ კი გადადება მაინც მოხდება დროში, თქვათ არის ისეთ სიტუაცია, რომ თავიდან ვერ აიცილებ და დროში მაინც გადაწევ ამ გადანერგვას. ამასაც აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ ხა 18 წლის ასაკში თუ გააკეთებ გადანერგვას და 38 წლის ასაკში ეს ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. 18 წლის ასაკში ხა ღმერთმა ყველა დიდხანს აცოცხლოს კიდევ დაჭირდება ადამიანს გადანერგვა მეორე ცხოვრების განმავლობაში, იმიტომ რომ ტრანსპლანტანტი იმდენ ხანს არ გაძლებს და ახლა როცა მიიყვან უფრო დიდ ასაკამდე მე რა თქმა უნდა ესეც
ფასეულია. ეხლა კერატომწვავე კერატოკონუსებს თქვით, ზოგჯერ არის რომ ეს შუპდება და მერე გაიხვრიტება ეს რქოვანა, ეს არის მწვავე კერატოკონუსი, იგივე ურგენტული სიტუაცია, ამ დროს საშინელი ტკივილი იცის. ახლა ამის დიაგნოსტირება უკვე სამწუხაროდ აღარ არის პრობლემა, მაგრამ ეს არ აუმჯობესებს პაციენტის მდგომარეობას, რა თქმა უნდა. მდგომარეობას. გართულებები თვითონ ოპერაციული ჩარევის რომ თქვათ, რაც რკალებზე მოგახსენეთ, რაც უფრო ადრე და დროულად გაკეთდება და რაც უფრო სქელია რქოვანა, გართულებები ნაკლები, რა თქმა უნდა, ყველაფერს აქვს გართულება. რკალი შეიძლება გატყდეს, შეიძლება ქსოვილმა გაქაჩოს თვითონ და გატეხოს დროთა განმავლობაში, მაგრამ რკალების ჩასმა იმით არის, კაი შექცევადი პროცედურაა. ის შეიძლება ამოიღო რაღაცა ხნის მერე განმეორებით ჩასვა. რაც ეხება დასხივებას აქ უკვე რა თქმა უნდა ახლა უნდა დაცული იყოს ყველა პირობები საოპერაციოში და ეს ყოველთვის არის ვინც აკეთებს დარწმუნებული ვარ. აქ უკვე ორგანიზმზეა თვითონ სხვადასხვა ავტორების მონაცემებით სადღაც 3-4%-დან 8-10%-მდე და ზოგჯერ კიდევ მეტია მოხსენებული რომ რჩება რაღაც შემღვრევები რქოვანაზე. ხა 3-4 ბევრი არ არის, 8 ცოტა ბევრია და კიდევ უფრო მეტი. ეს უკვე როგორ მოუვლის ის პაციენტი თავის რქოვანას უნდა შეასრულოს ექიმის მითითებები, უნდა იწვეთოს წვეთები და მისი ბუნებრივი მდგომარეობაც რამდენად ახლა ზოგს ჭრილობა სიტყვაზე ვამბობ უცებ უხორცდება და ნაწიბურებისკენ არ აქვს მიდრეკილი. ისევია რქოვანაც, ხო? ეს უკვე ინდივიდუალურად მის რქოვანაზეც არის დამოკიდებული. ახლა ძალიან გაგვიგრძელდა მე. არა, ძალიან საინტერესოა. რა თქმა უნდა. ალბათ მე მინდა მივახსოვო ყურადღება რომ ნამდვილად შედარებით სიახლეა რომ ახალი კონტაქტური ლინზები შეიქმნა, სკლერული ლინზები, მყარი ლინზები, რომელიც განსხვავდება აი ძველი მოდელებსაც ქალბატონო ბელა რაც გართულებებთან ხშირად არის დაკავშირებული. ეს არის გადასარევი ახალი მოდელის ლინზები, რომელსაც უკეთებს ჩვენ პაციენტებს კერატოკონუსიანს და ისინი არიან ძალიან კმაყოფილი, იმიტომ რომ არავითარი ცუდი შეგრძნებები არ აქვს თვალში. ეს კარგად აიტანება ეს ლინზები, ხედველობა არის მაქსიმალური, რაც შეიძლება იმ თვალისგან მივიღოთ. და ამიტომ ესეც ერთ-ერთი ვარიანტი არის კერატოკონუსის მკურნალობა, ესე იგი დასხივება და შემდეგ გავაჩეროთ ესა და მერე კონტაქტური ლინზა გამოვიყენოთ. სკლერული კონტაქტური ლინზა ძალიან მნიშვნელოვანი და ეს კიდე ქალბატონებელა რამაიტ თქვენ სწორედ ბრძანეთ რომ ახალგაზრდა ბიჭს გოგოს რო გადაუნერგო ეს ქოვანა და როგორც წესი ეს ქოვანები ხო როგორც წესი აღებულია ხანშესული ხალხი იგუბება. ამიტომ მათი ენდოთელი უჯრედების რაოდენობა გაცილებით ნაკლებია ვიდრე ამ ახალგაზრდასი. ამიტომ არის სწორედ შემოღებული ახლა ახალი მეთოდი, რომელსაც ქვია შრეობრივი გადანერგვა. ეს ოპერაცია პირველად თქვენ ჩაატარეთ რამდენადაც ვიცი საქართველოში? საქართველოში კი. საქართველოში ელო პირველად, მაგრამ იქ რაღაც იმაში იყო. ლაივ ქირურგიის ფარგლებში, კონფერენციის ფარგლებში მახსოვს იტალიური სპეციალისტები ჩამოყვანილი. კონფერენცია იყო მიძღვნილი სწორედ ამ კერატოკონუსს, ჩამოვიდა 10 ნოემბერს არის კერატოკონუსის საერთაშორისო დღე და ამასთან დაკავშირებით როგორც ყოველთვის კლინიკა ხელმძღვანელად ჩართული ამ სიახლეებში და ფეხდაფეხ მიყვება რა თქმა უნდა მსოფლიოში არსებულ მდგომარეობას და ცნობადობის ამაღლების მიზნით სოფლიოში ყველგან ხდება ამ 10 ნოემბერს ეს სხვადასხვა ღონისძიებები და ამასთან დაკავშირებით ჩვენ ბათუმი ავიღეთ ამისთვის. ხო, ბათუმი ავიღეთ, იმიტომ რომ ენდემურ კერას წარმოადგენს ზუსტად და ყოველ 10 ნოემბერს ვალთ ბათუმში და ვატარებთ იქ უფასო გამოკვლევებს, დიახ, გამოვლენა კერატოკონუსის. ეხლაც არის იასამნისფერი ივნისი, იისფერი ივნისი ეგრეთ წოდებული. ჩვენც გამოწყობილი ვართ მაქსიმალურად იისფერებში, ხო? ეს არის კერატოკონუსის ცნობადობის ამაღლების პერიოდი. ზუსტად ამ თვეს დაეთმო. ჯერ კიდევ 2018 წელს ბრაზილიელმა ერთ-ერთმა ძალიან ცნობილმა ადამიანმა რენატო ამბროსიომ, ამერიკის რეფლექსიული საზოგადოების პრეზიდენტმა შექმნა ესეთი ცნობადობის ამაღლებისთვის მიძღვნილი თვე, ეს ივნისი, ზუსტად თვალის რესვა რომ მინიმუმამდე დაიყვანო და აი პაციენტებს რო გააგებინონ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია რომ ან თუ გაქვს ესეთი სიმპტომები მაქსიმალურად უნდა მოერიდო, ან თუ უკვე გძნობ რომ ვერ ირიდებ ამ თვალის რესვას, უნდა მიმართო ექიმს რომ დროულად მოხდეს ამ დაავადების დადგენა.
შესაბამისად ყველაფერში ვართ ჩართულები, ვცდილობთ რომ მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს მსმენელებს, რომ თუ არიან კარგად გაცნობიერებულები მდგომარეობაში, რა თქმა უნდა, უფრო დროულად მიხედავენ თავის მხედველობას და უფრო დროულად მოგმართავენ და მისცემენ ჩვენი კლინიკის ექიმებს იმის შესაძლებლობას, რომ გადაურჩინონ მხედველობა და დროულად აღუდგინონ და მეტი რისი თქმა შეგვიძლია. დიდ მადლობას მოგახსენებთ სტუმრობისთვის. დიდი მადლობა თქვენ. ჩვენი სწორედ მიზანიც ეს იყო, რომ ცნობადობის ამაღლება აი რადიო მსმენელებისთვის ადრესობთ. ვინც დღეს ეს მოისმინა ჩვენ პოდკასტს დაუგდო ყური, ასე მგონია, რომ უკვე ამ დაავადებასთან დაკავშირებით რაღაც ინფორმაცია ექნება წარმოდგენა შექმნილი და შესაბამისად აღარ მოხდება ამ პაციენტების მხედველობის დაკარგვა. გისურვებთ ჯანმრთელობას და მახვილ მხედველობას. მადლობს.